დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დღეს შეხვედრებს ვატიკანში გამართავს. პაპუნა დავითაია არქიეპისკოპოს სინო ლაზილს შეხვდება. შეხვედრაზე სტამბოლში მე-19 საუკუნეში დაარსებული ქართული კათოლიკური მონასტრის საკითხი განიხილეს, იმის გამო, რომ ვატიკანთან იურიდიული საკითხები არ არის მოგვარებული, მონასტერი და მასში დაცული მნიშვნელოვანი არქივი დააკარგვის საფრთხის ქვეშაა. არქიეპისკოპოსმა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვატიკანი საკითხში გაერკვევა და სტამბოლში ქართული კათოლიკე მრევლისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა შეეცდება. ბატონმა მინისტრმა გამაცნო პრობლემატიკა, რომლითაც ქართული მხარეა დაინტერესებული. აუცილებლად გავერკვევით და შევეცდებით, რომ საკითხის მოგვარების დროს გათვალისწინებული იქნას ქართული მხარის ინტერესი. დავიწყეთ მუშაობა, რომ ეს სავანეც სხვა ქართულ კერებთან ერთად დაუბრუნოთ საქართველოს და დაუმტკიცოთ მას თავისი იურიდიული კუთვნილება. ვატიკანში ძალიან გაგებით და ზაობით, დახმარების ზაობით შეხვდნენ ამ წინადადებას და ფაქტიურად დასაწყისში ვართ ამ პროცესის. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეს ერთობლივი თანამშრომლობა მივა იქამდე, რომ სტამბოლის ქართული კათოლიკური სავანე დაუბრუნდება საქართველოს.